უწყებათა შორის სამეთაურო საშტაბო სწავლება დიდგორი 2025 დაიწყო. დამსწრე საზოგადოებას სწავლების მიზნებისა და ამოცანების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი წარუდგინეს. დიდგორი 2025 ეროვნული სტრატეგიული, ოპერატიული და ტაქტიკური დონის სამეთაურო საშტაბო სწავლებაა, რომელიც მხარდაჭერილია კომპიუტერული სისტემებით. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს. კრწანისის პარალელურად დიდგორი 2025-ის გახსნის ცერემონია სენაკში მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზეც გაიმართა. სწავლება დიდგორი 2025 მიზნად ისახავს კრიზისული სიტუაციის, საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციისა და ურთიერთქმედებების დახვეწას. დიდგორი 2025-ში სახელმწიფო უწყებების 5000-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს. შტაბები საქართველოს მასშტაბით 25 ლოკაციაზეა გაშლილი. სწავლება 29 საველე კომპონენტს მოიცავს. გაიზარდა საველე კომპონენტში უწყებების ჩართულობაც. საველე კომპონენტები საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს. დღეს დაიწყო ეროვნული უწყებათა შორისი სწავლება დიდგორი 2025, რომელიც გასტანს 7 დღის განმავლობაში. უწყებათა შორისი სწავლება დიდგორი ზოგადად სტარტდება 2013 წლიდან. ეს მეათე სწავლება არის, რომელშიც მონაწილეობს ყველა უწყება. მონაწილეობის დინამიკა მზარდია. დღეისათვის როგორც საველე კომპონენტზე, ისევე საშტაბო სამეთაურო სწავლებაში შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურადაა ჩართული. ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქიდან გამომდინარე, რომ იხვეწება ჩვენი სტრუქტურების კოორდინაცია კრიზისულ სიტუაციებში. ასევე სახელმწიფო სტრუქტურების მართვის რგოლი ჩართული იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან მართვის შტაბში. სწავლების მიზანია საგანგებო საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების კოორდინირებული მოქმედებებით ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეებზე რეაგირება. სწავლების მიზნის შესაბამისად განხორციელდება საშტაბო და პრაქტიკული წვრთნების შერწყმული სწავლებები.